კი ბატონო. ჩავერთეთ. მოგესალმებით. დაველოდოთ რამდენიმე წუთი ჩვენს მსმენელებს, მოგიერთდეს. შესაბამისად მე დავიწყოთ უკვე თემა. კი ბატონო, სანამ გვიერთდებიან ჩვენი აქტიური მსმენელები და მშობლის კიბრის მსმენელებს, დიდი ხანია არ გქონია პირდაპირ ჩართვა გამომდინარე იქიდან, რომ მშობლის კიბრის ფორმატი შეიცვალა მცირედით და გადავიდეთ მოკლე, ასე ვთქვით, ხანმოკლე ვიდეოების ფორმატზე, თუმცა დავახსენო, რომ არ დაგვივიწყებია პირდაპირ ჩართვები გამომდინარე იქიდან, რომ თემა, რომელიც საჭიროებს უფრო სიღრმისეულ განხილვას და დიალოგის რეჟიმში წარდგენას, ესეთი თემები კვლავ იქნება შეთავაზებული პირდაპირ ჩართვების სახით. დღევანდელი თემაც არის ძალიან საინტერესო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენს მსმენელს განსაკუთრებით მშობლებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ ბავშვების აღზრდის და განსაკუთრებით ყოველდღიურობის შემსუბუქებაში დაეხმარება და ბავშვთა განვითარების მხარდაჭერაში, რაც მთავარია. და ერთ-ერთი თემა, რაც დღეს ვვიხილოთ, ბავშვის განვითარების ისეთ ეტაპს უკავშირდება, როდესაც უკვე ბავშვი იზრდება და უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჩნდა, როგორ მოევლინა სამყაროს და ჩვენი სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით ხშირად მშობლებს აქვთ ხოლმე ესეთი მცირედი პაუზა, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ არ იციან რა უპასუხონ, როგორ ვუპასუხოთ, ხო, რა ვუთხრათ, რა არ ვუთხრათ ჩვენ შვილებს, იმისათვის, რომ თან ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ თან ეს ვთქვათ, შიში გვაქვს, ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შვილებზე ვზრუნავთ და არ გვინდა რომ მივაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რაც დააზიანებს თუნდაც მათ ფსიქიკას, ხო? ან არ ვიცით რამდენად მზად არიან კონკრეტული რაღაცა გარკვეული სახის ინფორმაციისთვის. ამიტომ იმისათვის, რომ მივიღოთ სანდო რეკომენდაციები ამ მიმართულებით, დღეს მოვიწვიეთ თინა თინგობაძე და წარმოგიდგენთ მის ახალ ნამუშევარს, რომელიც სწორედ აი ამ მნიშვნელოვან სენსიტიურ საკითხებზე, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს მოგცემს და დაგვეხმარება თუ როგორ დავამყაროთ კომუნიკაციაში ჩვენ შვილებთან, როდესაც მათ უჩნდებათ კითხვები, თუ როგორ გავჩნდი, როდის და ასე შემდეგ, ხო? თინათინ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით და დაგვითმეთ დრო. მადლობა იმ დროისთვის, ასევე რაც თქვენი ნამუშევრის შექმნისთვის ჩადეთ და მნიშვნელოვნად აძლიერებთ მშობლებს ამ მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ენაზე შესაძლებელი ლიტერატურა არის ძალიან მწირი და ძალიან ვაფასებთ თქვენს ამ ნამუშევარს. ძალიან გთხოვთ, რომ უკეთ გაგვეცნოთ და გაეცნოთ მშობლებს, რომ ვიცოდნენ ვინ ხდება და შემდეგ რომ მოგვიყვეთ აი თქვენი ნამუშევრის შესახებ, ხო? თქვენი წიგნის შესახებ. კეთილ. საბოლოოდ ძალიან დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის. შევეცდები რომ ესე მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს შესახებ, როგორც სოფომ აღნიშნა, მე ვარ თინა თინგობაძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. მოკლედ მე მუშაობ ბავშვებთან და ასევე სკოლებთან აქტიურად. ვიყავი სკოლებში ინკლუზიური განათლების კოუჩი, მუშაობდი საქართველოს განათლების სამინისტროში 2 წელი, შემდეგ გავაგრძელე მოღვაწეობა აჭარის განათლების სამინისტროში, ოღონდ აჭარის განათლების სამინისტროში, აჭარის რეგიონში ინკლუზიური განათლების ცენტრებში ვიყავი კოორდინატორი და კოორდინირებას ვუწევდი აი ამ ცენტრებში სამუშაო პროცესებს. ამჟამად კი ფაქტობრივად ამით იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქტიური და პირდაპირ ყოველდღიური კავშირი გაქვს ბავშვებთან და მათ მშობლებთან, ვისაც განსაკუთრებით მხარდაჭერა ჭირდებათ, ხო, დამატებითი მხარდაჭერა. კი ბატონო, და ამჟამად მოკლედ ვაგრძელებ მუშაობას ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის კოორდინატორად მუშაობას და გარდა ამისა აქტიურად უკვე წლებია ვმუშაობ ბავშვებთან, ვისაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვს და ასევე მშობლებთან
მაქვს აქტიური კონსულტაცია, რა თქმა უნდა, რაც ბავშვის განვითარებას შეეხება და ბავშვთან სწორ და ჩასაღი კომუნიკაციის დამყარებას. მოკლედ ვცდილობ მაქსიმალურად რომ მშობლები გავაძლიერო და როგორც საკუთავად თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში ამ მიმართულებით განსაკუთრებით რაც სქესობრივ განათლებას შეეხება, ასევე პირადი სივრცის განათლებას ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს. ამრიგად გადავწყვიტე რომ მემუშავა ამ თემაზე და ჩემი ახალი წიგნი, რომელსაც ქვია როგორ მოვევლინე სამყარო, მეკცია ძალიან ესე მკაფიო გზამკვლევად, რომელსაც მშობელი დაეყოტრება ძალიან თამამად და შეძლებს ბავშვის დასმულ კითხვებს ადრეულ ასაკში უპასუხოს სწორად, ადეკვატურად, ხო? და ამ პასუხები დარწმუნებული ვიქნებთ, რომ ბავშვს არ დავაზიანებთ, არამედ პირიქით გავაძლიერებთ და შევუქმნით ბავშვს აი ესე ვთქვათ, გარემო ფაქტორებს, გამომუშავებთ უნარებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქნება ბავშვის პირად უსაფრთხოებაზე. მე იმისთვის რომ ვთქვათ, უფრო მეტად ამოვწურო ეს ჩემი წიგნი, რაღაცნაირად პატარა პრეზენტაცია მოვამზადე, მიუყვები ამ პრეზენტაციას ოფო და თუ კითხვები შემოვა, რა თქმა უნდა, შემდეგ შეგიძლიათ გამიზიაროთ და მე შევეცდები, რომ უფრო ამომწურავად გავცე პასუხი, ხო? მე გულისხმობთ. კი ბატონო. კეთილი, მე ვაზიარებ ეკრანს, უბრალოდ თქვენ რომ დამიდასტუროთ, თუ გაზიარდება ჩემი პრეზენტაცია და მე ბატონო, ხედავთ. გაზიარდა ხო სოფო? კი ბატონო. კეთილი. კარგით. მოკლედ როგორც გითხარით, ჩემს სახელმწიფოს ქვია როგორ მოვევლინე სამყაროს და ამ ციკლში არის საუბარი ნახეთ სქესობრივი განათლების კომპონენტებზე. თუმცა ალბათ მშობლებს კითხვა გაუჩნდებათ, რა არის ზოგადად სქესობრივი განათლება და რა არის პირადი სივრცის განათლება, ხო და როგორ გაუმიჯნოთ ესენი ერთმანეთისგან. თავად სქესობრივი განათლება არის საკმაოდ ისეთი ვრცელი, კარგი მსუყე თემა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა თემებს. ხო და ნახეთ, მე შევეცდები რაღაცა ესე საკვანძო თემები გამოვყო, რომ მარტივად აღქმადი იყოს მშობლებისთვის, სპეციალისტებისთვის, ზოგადად სქესობრივი განათლება რას მოიცავს. ეს თავის თავში მოიცავს ხელის ანატომიას და მის ფუნქციებს, პირად სივრცესა და საზღვრებს, აი უსაფრთხოებას, ემოციებსა და ურთიერთობებს, რომელშიც ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები მოიაზრება, ასევე გენდერული საკითხები, რეპროდუქცია და ჯანმრთელობა და ჰიგიენა და თვითზრუნვა. და ზოგადად სქესობრივი განათლება საერთკენ არის მიმართული, ხომ? და რა არის მისი მთავარი მიზანი, რომ ნახეთ ჩვენ ბავშვს ვასწავლოთ, როგორ დაიცვას თავი, ხო? როგორ მიიღოს ჯანსაღი და სწორი ინფორმაციები სანდო წყაროებიდან და ამით მან როგორ იზრუნოს პირად უსაფრთხოებაზე. და როგორც აქ აღვნიშნეთ, თავად სქესობრივი განათლების ერთ-ერთ ნაწილს ქვეთემას წარმოადგენს პირადი სივრცის განათლება და მე პირადი სივრცის განათლების მიმართულებით აქტიურად მუშაობ და ამ წიგნის მეორე ნაწილზეც მუშაობ ასევე, სადაც ძალიან დეტალურად იქნება საუბარი ზოგადად პირადი სივრცეზე, პირადი სივრცის საზღვრებზე და იმაზე ვთქვათ ბავშვმა როგორ დაიცვა საკუთარი თავი. უშუალოდ ჩემს წიგნში ყურადღება გამახვილებული არის უფრო პირადი სივრცის განათლებაზე, რომელშიც მოიაზრება ის, რომ აი ბავშვმა როგორ გაიგოს, რომ მისი სხეული ეკუთვნის მას, ხო? როგორ შეიძლება დაიცვას საკუთარი საზღვრები, ასევე მოიცავს აი ამ წიგნში, ჩემს წიგნში არის საუბარი, რა არის კერძო, ანუ იგივე ინტიმური ადგილები, ასევე თანხმობა და უსაფრთხოება, ვთქვათ, ვის, როდის აქვს უფლება შეეხოს ბავშვის სხეულს, მის კერძო ადგილებს და რატომ შეიძლება შეეხოს, ასევე ბავშვმა რომ შეძლოს მარტივად განასხვაოს ერთმანეთისგან კარგი და ცუდი შეხება და ასევე როგორ შეიძლება ამოიცნოს ბავშვმა არასასურველი შეხებები, ხო? და ასევე კარგი და ცუდი საიდუმლო. და როცა პირადი სივრცის განათლებაზე ვსაუბრობთ, აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვაუწყდეს სხვა ადამიანის საზღვრების პატივისცემაც, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია აქ. ამრიგად პირადი სივრცის განათლებაზე როცა ვსაუბრობთ, მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვმა ისწავლოს, როგორ დაიცვას პირადი სივრცე, იცოდეს მისი უფლებები და შეძლოს საზღვრების დაწესება და მისი დაცვა, ხო? ამრიგად პირადი სივრცის განათლება და კიდე ზოგადად სქესობრივი განათლება მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვმა იცოდეს და ისწავლოს როგორ დაიცვას საკუთარი სხეული, ხო? პირადი საზღვრები. ოღონდ აქ როცა პირად საზღვრებზე ვსაუბრობთ, აქ არ მოიაზრება მხოლოდ ფიზიკური კონტაქტი, ხო? და ის რომ პირობითად ვის შეუძლია შეეხოს და ვის შეუძლია არ შეეხოს. არამედ აქ მოიაზრება ასევე ემოციური და ფსიქოლოგიური ასპექტის, რომ აი მაგალითად ჩემს ფიქრებს, ჩემს ემოციებს როგორ შეიძლება სცემ პატივი სხვა ადამიანებმა და ასევე მეც როგორ შეიძლება ვცემ პატივი სხვა ადამიანის ემოციებს, ფიქრებს და აზრებს. ხო ნახეთ, ესეც პირადი საზღვრებია რა. ამრიგად ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ აუცილებლად. თიკო, აქ ჩაგეკითხა. აი რომ იყოს პირადი სივრცესთან მიმართებაში ერთი ყველაზე საბაჟო და კრიტიკული
რჩევა მშობლებისთვის, აი რა იქნებოდა გამომდინარე იქიდან რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი რეკომენდაცია მშობლებისთვის გასაგებ ენაზე ახსნილი, ხო? აი რა იქნებოდა ის ერთი რეკომენდაცია ბაზისური და ფუნდამენტური, რასაც ახლა ვერ გაწვდიდი, მაგალითად ჩვენს მსმენელს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსმენელი გვიყურებს და კი. ამასთან დაკავშირებით რაღაცა თან ინტრიგა რომ ასე ვთქვათ თავაგდოთ და ისე კი ბატონო. ძალიან კარგი კითხვაა სოფო და მადლობა ამისთვის. ეს მოგცემ საშუალებას უფრო სიღრმისეულად გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, ხო, რას გულისხმობ თამაში. აი მაგალითად, როდესაც პირად სივრცეზე ვსაუბრობ, აქ უფრო მეტად ფოკუსს ვახდენთ იმაზე, პირდად ბავშვის პირად სივრცეზე. აი მაგალითად, თუ ბავშვს მაგალითად არ სიამოვნებს, თქვა ჩახუტება, მასთან ახლოს თქვა ყოფნა, ხო? აქ შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ, რომ ნახე, აღნიშნოს, რომ ნახე, ეს მე არ მსიამოვნებს, თქვა ესე ახლოს რომ ხარ პირობითად ჩემთან, შეგიძლია გაიწიო, ან კიდე პირობითად არ მსიამოვნებს, ჩახუტება და არ ჩამეხუტო. ანუ ეს არის ნახე დისტანციას რაც შეეხება, ხო, როცა პირად სივრცეზე ვსაუბრობ. ამ პირობითად ბავშვის ოთახში დაკაკუნების გარეშე შესვლა, ესეც მისი პირადი სივრცის დაცვა და პატივისცემა არის. ასევე მის პირობითად პირად ნივთებზე შეხება, მის ბავშვის ჩანთაში დაუკითხავად ჩახედვა, ან კიდე რაღაც ნივთის აღება. ეს ყველაფერი არის პირადი სივრცე და პირადი სივრცის პატივისცემა. თავად საზღვრებზე როცა ვსაუბრობ, აქ უფრო მეტად დეტალურად მოიაზრება ბავშვის აი რა სხეულს რაც შეეხება, ხო, მაგალითად ის რომ ჩემი სხეული მეკუთვნის მე და აქაც აი იძულებით ჩახუტება და იძულებით კოცნა რომ არ უნდა დაუშვათ და თქვა ბავშვს ვასწავლოთ ადრეული ასაკიდანვე რომ შენი სხეული მხოლოდ შენ გეკუთვნის, მხოლოდ შენ შეგიძლია თქვა აი აღნიშნო რომ მე მაგალითად ჩახუტება ახლა არ მინდა, მე კოცნა ახლა არ მინდა, თუ ვიღაც უკოცნს, რა ვიცი, მეზობელი, ბიცია, პაპუა, მნიშვნელობა არ აქვს. მე ვასწავლოთ ჩემს შვილს რომ ნახე შენ შეგიძლია თქვა რომ შენ ახლა კოცნა არ გინდა და თქვა არა არ მინდა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის ძალიან ხშირად გავრცელებული ქართულ რეალობაში თუ დავაკვირდებით, რომ აი და ამაზე სხვათა შორის ესეთი ძალიან ბევრი ისეთი მოგეთ პროტესტი მესმის ხოლმე, რომ როგორ შეიძლება შვილს არ ჩავეხუტო და არ ვაკოცო და ეს გამოიწვევს მისი ბავშვი ასე არ გაიზრდება სიყვარულით და ასე შემდეგ. მოგეთ არასწორი შეხედულება გვაქვს, თუმცა ნახეთ, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ხომ? პირობითად მე თუ ოჯახის წევრი, მაგალითად, ბავშვს კოცნი დაძალებით, როცა მას არ სურს, ან კიდე ბავშვს კოცნი კერძო ადგილებზე, ესეც ხშირად გავრცელებული საკითხია საქართველოში, ასე რომ ვთქვათ, პირობითად კერძო ადგილებზე კოცნა, ხო, პირობითად უჩებში კოცნა, ან კიდე პატარა ჩვილ ბავშვებს, როცა გენიტალიებზე კოცნიან, თითქოს ამით სიყვარულს გამოხატავენ, მაგრამ ეს სიყვარულის გამოხატო არა, არამედ მე ასე უხეშად ვარგო ბავშვის პირად სივრცეს და ვასწავლი, რომ ყველა შეუძლია, შენ შეგეხოს კერძო ადგილებზე, გაკოცოს, მოგეფეროს, ხო? მიუხედავად იმისა, შენ ეს გინდა თუ არ გინდა. ამრიგად, თუ თავად მე ოჯახში არ ვიცავ აი ამ პირად საზღვრებს და თუ თავად მე მშობელი პატივისცემით არ ვეპყრობი ბავშვის აი ამ კერძო ადგილებს, მაგალითად ტუჩებში კოცნა მოდი ავიღოთ უფრო მკაფიო რომ იყოს, მაშინ ბავშვს როგორ ავუხსნი რომ იცი, შენ თუ სხვა ვიღაცამ ტუჩებში გაკოცა, შენ ეს უთხარი რომ არ გინდა ან არ მოგწონს და ეს არ შეიძლება და შენი პირადი საზღვრების დარღვევაა. ამრიგად, თავად მე უნდა ვაჩვენო რომ მე პატივს ვცემ მის საზღვრებს, ძალიან დიდი პატივისცემით ვეპყრობ ეს სხეულის ნაწილებს და შესაბამისად აქედან ისწავლება ეს, ხომ? მოკლედ, როდესაც ბავშვებს ვასწავლით, ვიცით რომ ძალიან აქტიურად ჩვენ სპეციალისტები ვეყრდნობით მოდელირებით სწავლას და ბავშვები მოდელირებით სწავლობენ, მაგალითის აღებით სწავლობენ, ამრიგად რასაც ხედავენ თქვენგან, ბუნებრივია იმას დაისწავლიან. ამრიგად ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც საქმე ეხება ბავშვის პირად უსაფრთხოებას, ხო? ანუ თიკო ფაქტობრივად ესე გამოდის, რა შევაჯამო, რომ ბავშვმა პირადი სივრცის და უსაფრთხოების კომპონენტები, ხო, ეს უნარები, უნდა განვითაროს და გაივარჯიშოს სახლის პირობებში, იმისათვის აუცილებლად. სხვა გარემოში თავდაცვა შეძლოს, ხო? კი, დიახ, სოფო, დიახ, აუცილებლად სწორად აღნიშნე სოფო, კი. ვინც უნდა გაავარჯიშებინონ და სახლში ასე ვთქვათ, მაგალითია ჩვენამ, როგორ დაიცვან და როგორ უზრუნველყონ პირადი საზღვრების და პირადი სივრცის დაცვა, ხო? დიახ, სოფო, სრულად გითხრა. კი ბატონო. კეთილი, გავაგრძელებ მაშინ და ეხლა თვითონ ეს წიგნი, ჩემი წიგნი ვისთვის არის განკუთვნილი, ხო, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ეს წიგნი წავიკითხოთ 3 წლიდან 4 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, ან თავადაც შეუძლიათ უკვე წაიკითხოთ თუ უკვე ფლობენ აი ამ კითხვის უნარჩვევებს. მშობლებისთვის არის განკუთვნილი და განათლების სფეროში ჩართული სპეციალისტებისთვის, რადგან მე ვფიქრობ, რომ და ამაში
ვისი ყველა დამიფარგლება პირად სივრცეზე, როდესაც ვსაუბრობ, ეს ყველა სივრცეში გვჭირდება, ხო? ბაღებში, სკოლებში და ოჯახში. ამრიგად, რაც უფრო ბევრი ადამიანი გაიცნობა და თქვათ, გაიცნობა ამ ინფორმაციას, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მისი პირადი უსაფრთხოებისთვის, ვასწავლო მე პირადი საზღვრების დაცვა და სხვა ადამიანის პირადი საზღვრების პატივისცემა, მით უფრო მეტად ბევრი ბავშვი გვეყოლება ირგვლივ, რომლებიც თავს დაიცავენ ძალადობისგან. ალბათ ვიცით უკვე კვლევები არსებობს ამის დასტურად, რომ მცირეწლოვან ბავშვებზე ძალიან ისეთი ცუდი საგანგაშო ისყავს სტატისტიკა, ანუ სექსუალური ძალადობა რომ ფიქსირდება პატარა ბავშვებთან, რადგან პატარა ბავშვებმა არ იციან და არ ასწავლიან ადრეული ასაკიდანვე როგორ შეიძლება დაიცვან თავი, ანგიდა პირობითად თუ ვიღაც ეხება ცუდად ან არასწორად ეს გაუზიაროს მშობლებს, ხო? მე დასაწყისში აღვნიშნე პირდაპირ პირადი სივრცის განათლება პირდაპირ გადის ბავშვის პირად უსაფრთხოებაზე. ამერიკად მივფიქრობ ძალიან დიდი ადგილი და ძალიან დიდი როლი უნდა ეჭიროს აი ამ ნაწილს ბავშვის აღზრდა განათლებაში. და ნახეთ, როდესაც ვსაუბრობ ასევე პირადი სივრცის განათლებაზე, აქ მნიშვნელოვანია კითხვები ჩნდება ხოლმე, რომ აი როდის შეიძლება დავიწყოთ სქესობრივ განათლებაზე ზრუნვა, პირადი სივრცის განათლებაზე ზრუნვა და დაბადებიდანვე. ამაში რას გულისხმობ, უფრო დეტალურად ჩაგეშლით. თუმცა მოდი მანამდე გეტყვით ასევე ჩემს წიგნში, გარდა იმისა, რომ ვსაუბრობ, რას ნიშნავს პირადი სივრცე, როგორ შეიძლება ბავშვმა დაიცვას ეს პირადი უსაფრთხოება, მე მაქვს აი ესე მეორე ძირითადი ნაწილი წიგნში, წიგნის ძირითადი ნაწილში არის მოცემული გიგის და თათას ისტორია. შევეცადე გამიცოცხლებინა რაღაც ეს ამბავის სახით ის, რასაც ყოველდღურად ვაწყდებით. მე მოკლედ მშობლები ხშირად მისიარებდნენ და მე ჩემი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში ვაწყდებოდი ისეთ кейსებს, სადაც ვხედავდი თუ როგორ ინტერესდებოდნენ 4, 5, 6 წლის ბავშვები საპირისპირო სქესის ორგანოებით, ხო? ასევე როგორ ინტერესდებოდნენ, როგორ გაჩნდნენ დედის მუცელში. მაგრამ ხედავდი, რომ მათი ეს კითხვები იყო უგუნებელყოფილი. ამრიგად აი ამ ისტორიებზე დაყრდნობით, მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ესეთი რაღაცა ისტორია მომეფიქრებინა, სადაც კარგად ჩანდა რეალურად ბავშვის დასმულ კითხვებს დედამ როგორ უპასუხოს. არამედ დედა შემოდის მოკლედ აი ამ გიგის და თათას ისტორიაში და ეს დედა არის სწორი როლური მოდელი. ამას შეგვიძლია მივმართოთ ამ დედას, ხო, რომელიც ძალიან რელევანტურად, ძალიან ადეკვატურად პასუხობს გიგის და თათას ისტორიას. აი აქ როგორც ხედავთ, ეს არის სხვა რა თქმა უნდა სახელების შეცვლილია, ეს ორი საყვარლის ჩემი წიგნის პერსონაჟი. და აი მათი დახმარებით ესე ძალიან კარგად და მარტივად მოხდა გაცოცხლება აი ამ ისტორიის. და მოკლედ აი ამ ბავშვებს უჩნდებოდათ კითხვები, როგორ გაუჩნდით დედა მუცელში, ესე კითხვა გაუჩნდათ. ასევე, როდესაც გიგი და თათა ერთად თამაშობდნენ, ესენი მეგობრები იყვნენ, ერთ დღეს თათა დაინტერესდა გიგის სასქესო ორგანოებით, რადგან შენიშნა, რომ განსხვავებული მოკლედ სასქესო ორგანო ჰქონდა და აქაც კითხვები წამოვიდა თათას მხრიდან. დედას ეკითხებოდა, რომ მე როგორ გავუჩნდი, ასე მაინტერესებს რა განსხვავება არის ჩემსა და ვთქვათ პირობითად გიგის შორის. და აქ უკვე დედა სწორად დაიხმარა დედამ სხვადასხვა ესე ვთქვათ ლიტერატურა წიგნი, სადაც უხსნის აი ამ წიგნის დახმარებით ბავშვებს თუ რა განსხვავება არის გოგოსა და ბიჭს შორის, ასევე ილუსტრაციებით არის ეს წიგნი, სადაც შეგვიძლია ასე ვაჩვენოთ, ხო, ეს ვიზუალურად რა განსხვავება არის. და შემდეგ ასევე არის ძალიან ბევრი ესე ილუსტრაცია ჩემს წიგნში მოცემული, ბავშვი როგორ ჩნდება მუცელში. გამომდინარე იქიდან, რომ ესე იგი ეს წიგნი განკუთვნილია 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ინტიმური სცენები არ არის ასახული წიგნში, ეს არ არის საჭირო, რადგან აი ამ ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვი გვეკითხება, მე როგორ გავუჩნდი დედის მუცელში. ამას ნამდვილად არ აინტერესებს ბავშვს სქესობრივი აქტი, არ აინტერესებს ეს, არამედ მას აინტერესებს რეალურად ისტორია, პირობითად ის, რომ აი სუბუქად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ აი დედა და მამა ერთმანეთს სიტყვას და სიყვარულს უზიარებს და შემდეგ შენ აღმოჩნდი მუცელში და მე ის ბავშვი მუცელში როგორ იზრდება, ესე თვეების მიხედვით არის ილუსტრაციები წიგნში მოცემული. შემდეგ დედა როგორ ზრუნავდა ბავშვზე, როგორ იკვებებოდა და რა არის ასევე მნიშვნელოვანი აი ამ ორსლობის განმავლობაში, ამაზე საუბარი. ხო, მოკლედ ძალიან სუბუქად და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით არის მიწოდებული ინფორმაცია. ხო, ის როგორ აღმოჩნდა მუცელში და მე როგორ იბადება. ხო, ამის მერე ილუსტრაციებიც არის მოცემული წიგნის ბოლოში. ასევე საუბარია აი ამ გიგის და თათას ისტორიაში
იმის შესახებ, რომელია კერძო ადგილები და უხსნის და ეუბნება რომ ნახე, როგორც პირობითად ეს არის შენი ცხვირი, ყური და მინდა ყველა მშობელს მოუწოდო აუცილებლად ეს სწავლების პროცესი იყოს, იცით როგორია, ძალიან ბუნებრივი. ხო, აი მაგალითად როცა ბავშვს აბანავებთ, შეგიძლიათ თქვენ შვილს ესაუბროთ ადრეულ ასაკიდან ხო 2 წლიდან 3 წლიდან, რა ქვია მის კერძო ადგილებს. ხო, პირობითად გავაჟღეროთ, ხო, რომ ეს არის პენისი, ეს არის ვაგინა. აქ სასირცხვილო არაფერია, მოდი ასე შევხედოთ, ხო? და ის ტაბუ რაც დადებულია თითქოს ამ თემზე, ავხატოთ იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვსწავლობ, ხო? მე თუ პირობითად არ ვიცი ჩემი სხეული და ჩემი სხეულის ნაწილები, ბუნებრივია მე არ ვიცოდინება ის რაღაცა პირადი უსაფრთხოება როგორ დავიცვა და ასე შემდეგ. ამრიგად ძალიან თამამად, როგორც ასწავლეთ ცხვირს, როგორც ასწავლეთ ხელს, ფეხს, ასევე ასწავლეთ კერძო ადგილების სახელები, ხო? და ეს უნდა იყოს სწავლების ასე დაგეთანხმები არ შემილია რა ვნიშნო და უკავშირით არ დავაფიქსირო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბავშვებს ვასწავლით სხეულის ნაწილებს, თუნდაც ის პრივატული, ხო, ის კერძო, ასე ვთქვათ, გააჩნია როგორ მოიხსენიებს ნებისმიერი ადამიანი, ხო, ნებისმიერი მშობელი, ბავშვისთვის ის ცალსახად აღიქმება როგორც ანატომიური ნაწილი, სხეულის სხვა ნაწილივით. თუ რამ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ხო? ნამდვილად დამოკიდებულია ჩვენს რეაქციაზე, ჩვენს გამომხატველობაზე და ანუ ბავშვმა დაბადებიდან არ იცის ის წინასწარ განწყობები და ის კონოტაციები, რასაც როგორც ჩვენ აღვიქვამთ ხოლმე, ხო? ამიტომ ნამდვილად ძალიან კარგია და მიხარია რომ ახსენეთ, რომ სხეულის ნაწილების სწავლება, აბსოლუტურად ყველა სხეულის ნაწილების სწავლება უნდა მოხდეს სრულად როგორც ანატომიური სხეულის ნაწილი. და არანაირი არ უნდა იყოს გაჯერებული რაღაც ასოციაციებით, ან წინასწარ განწყობებით, რაც საზოგადოებაში არის. და რა მნიშვნელობა აქვს? აი ამაზე რო ვისაუბროთ, რომ რატო არ უნდა ერქვას მაგალითად რომელიმე ცხოველის მოფერებითი სახელი, რატო არ უნდა ვუწოდოთ სხვა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ზედმეტ სახელი. აი რა მნიშვნელობა აქვს ამის მაგალითი რომ მოგვიყვანოთ, ან არ ვიცი, კარგად რომ აგვიხსნათ, ხო? იმიტომ რომ აი ეს კიდევ ერთ ამ საკითხთან დაკავშირებული მითები და ანუ რწმენა წარმოდგენები არის ის, რომ აი ეძახიან პასპორტს, ხო და ასე შემდეგ და რატომ არ უნდა დავუძახოთ, ანუ რას ვუშავებთ ამის ბავშვს? სოფო იდეალური აქცენტი და ძალიან დიდი მადლობა მაკითხვისთვის და აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ მოდი იქიდან დავიწყებ რომ როგორც სოფო აღნიშნე, მოკლედ როგორც სახის ნაწილები, ასევე სხეულის ნაწილები, მოკლედ ჩვენზე არის სრულად დამოკიდებული დასრულების და მშობლებზე ბავშვს როგორი რწმენა წარმოდგენა ზოგადად უჩნდება ხო სამყაროს მიმართ რაღაც მოვლენების მიმართ ხომ ასეა და თუ ჩვენ გვექნება რეაქცია რომ ეს არის უისრცხვილა ხშირად აი თუ დავაკვირდები უფრო მეტად ესეთი პრაქტიკა გვაქვს რომ ბავშვებს ვარცხვენ და ვეუბნებით რომ გაჩუნდი სირცხვილია არ თქვა ანუ ამას წარმოაჩენთ რომ თითქოს ეს არის რაღაცა სასწაული და არ შეიძლება ამის იხსენება და არ უნდა შევეხოთ ეს კიდე რა თქმა უნდა იწვევს უკვე სხეულის გაუცხოებას და მე ჩემს სხეულთან არ ვარ ახლოს ხო და არ მეცოდინება რომელი ნაწილი რა არის და რა ქვია და ჩაულებრად ამას არ აღვიქვამ ბუნებრივია ეს სხვადასხვა საფრთხეს მიფნის ახლა უკანახეთ აი პასპორტი ხო ეს ხშირად გავრცელებული ტერმინია როდესაც ბავშვებს ჩვენ ბავშვის აი ამ კერძო ადგილებს ინტიმურ ადგილებს ვარქმევთ სხვა სახელებს ხო შესაბამისად ეს რა საფრთხეს იწვევს შემდგომ ზუსტადაც რომ თავიდან ვახსენე როცა ბავშვები არიან ძალადობის მსხვერპლი მოდი აქედან დავიწყოთ იქ შემდეგ ეს ბავშვები ვერ ხვდებიან რეალურად მშობლებს როგორ გაუზიარონ ეს ვინც არის თქვათ მოძალადე ხო სად შეეხო და როგორ შეეხო და რა მოხდა თუ შესაბამისად ნახეთ ბავშვი ხო ვერ გააზიარებს და ვეცნობთ რა პასპორტზე შემეხო ამას ვერ გაიგებს მე თუ ამ თემაზე არ ვესაუბრები და არ იცი ზუსტად თითოეული თქვათ სხეულის ნაწილის სახელი ბავშვი მოკლედ მისი უფრო მეტად საფრთხეს ქვეშ დგება თქვათ მისი პირადი უსაფრთხოება ვერ ხდება სწორად მშობელზე ინფორმაციის გაზიარება თუ მას როგორ შეეხო ვიღაც ხო ვინც პირობითად ეს არის მოძალადე ამრიგად აი ისევ პირადი უსაფრთხოებისთვის საჭირო ბავშვმა იცოდეს სხეულის თითოეულ ნაწილს რა ქვია და როდესაც ვიღაც შეეხება კერძო ადგილებზე მშობელს გაუზიაროს რომ პირობითად აი ვიღაც ეს მოძალადე ადამიანი შეეხო მას რა ვიცი პენისი ან ვაგინაზე და ეს რომ იცოდეს ტერმინები ხო ბავშვმა შესაბამისად უკვე იდენტიფიცირება ადვილად ხდება მშობლის მხრიდან რომ ეს ბავშვი არის რაღაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და საჭირო რომ ჩავერიო და მოვახდინო რეაგირება გასოფო ამრიგად აი ეს ამისთვის გვჭირდება რა რომ ეს თავიდან ეს ავიცილოთ ეს საფრთხეები
ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, გარდა იმისა, ვთქვათ, რომ ბავშვი საუბრებით, რომ ეს არის კერძო ადგილები და დაიცვას, გაუფრთხილდეს, აქ უნდა ვასწავლოთ, და აქაც აი გიგით თათას ისტორიაში, აქაც ძალიან კარგად არის ეს აღნიშნული, დედა როგორ უხსნის, რომ კარგი, ხომ არ შეიძლება პირობითად ვიღაცა უცხო ადამიანებმა შეეხონ კერძო ადგილებს. ასევე ნახეთ ტუჩებში, ხო, ტუჩებში კოცნაც არ შეიძლება, სხვამ არ უნდა აკოცოს ტუჩებში, ჩვენც არ უნდა ვაკოცოთ და აქ ხშირად ვინც ახლა გვისმენს, ალბათ ამოიცნობს საკუთარ თავს, რომ კოცნიან ხოლმე სიყვარულის გამოხატვისთვის ტუჩებში და აქაც ნახეთ რა საფრთხეს ვქნი მე, ხო, როგორც მშობელი. სიყვარული გამოვხატოთ სხვანაირად, სხვა, რა ვიცი, ლოყაზე ვაკოცოთ, ხიალზე ვაკოცოთ, მაგრამ კერძო ადგილებზე არ შევეხოთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს არის მოკლედ ინტიმური ადგილები და კერძო ადგილები და ეს უნდა იყოს დაცული, დაფარული და ამრიგად მე თუ კოცნის შესაბამისად ბავშვამდე კითხვა უჩნდება, სხვა თუ მაკოცე, ესე იგი მაშინ ეს მისაღებია. მოკლედ მშობელი თუ მკოცნის, ესე იგი მისაღებია, ხო? ამრიგად მოკლედ ჩვენით იწყება აი ამ საზღვრების დაცვა და პატივისცემა, რომ ბავშვმა მარტივად ისწავლოს და შემდგომ, როდესაც საფრთხის ქვეშ იქნება, მარტივად მოახდინოს აი ამ საფრთხის იდენტიფიცირება, არა გამორკვევა, რომ აი რაღაცა უკვე მე საფრთხის ქვეშ ვარ, რაღაც ვიღაც მეხება ისე, რომ ჩემთვის არ არის კომფორტული, ჩემთვის უცხოა და მე შესაბამისად უნდა მივმართო დასახმარებლად დედას, და სხვა ჩემთან დაახლოებულ პირს. ანუ თქო ფაქტობრივად მაიცოდეთ ხოლო დედისგან და მამისგან თუნდაც პირობითად შეიძლება კოცნა, თუნდაც ეს იმ დასხვისგან არა, აი სხვისი შეხების შემთხვევაში ფაქტობრივად ბავშვი რაღაც ეტაპზე ამდენიმე წამს თუნდაც კარგავს იმის განსხვავებაში შეიძლება თუ არა ხო? და აი ამ მომენტში უკვე ფაქტობრივად ეს კრიტიკული დრო შეიძლება აღმოჩნდეს, ხო? გარკვეულ შემთხვევებში, ბავშვის შემთხვევაში. ამიტომ, როდესაც ბავშვმა იცის, რომ არავინ არ უნდა შეეხოს, ხო? ფაქტობრივად ერთად ირჩება წითელი განგაშის, ასე ვთქვათ, სიგნალი. და იქ უკვე ბავშვი რეაგირებს შესაბამისად, როგორც უკვე რეკომენდაციების მიხედვით დაასწავლის მშობელი. ხო, ამიტომ ბავშვს არ უნდა უწევდეს დამატებითი დროის ხარჯვა და გონებრივი რესურსის ხარჯვა იმის გარკვევაში, რომ ეხლა მე როგორ უნდა მოვიქცე, ის არის თუ არა და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაცია, რომ თუნდაც მშობლებმა სიყვარული გამოხატონ სხვა ფორმით, რათა მე ბავშვი სიტუაციაში თუნდაც ის ერთი წამი არ დაეხარჯოს, ასე ვთქვათ, გონებრივი რაღაცა ცნებების და სიტუაციის გარკვევაში, ხო? დიახ, სრულად გეთანხმებით. მოკლედ აი ბავშვის დაბნეულობა რომ თავიდან ავირიდოთ და ბავშვს არ გაუჩნდეს განცდა რომ ხო ეს მისაღებია, მიუღებელია. მოკლედ აი ამის პრევენციისთვის ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ, ხო? კი ბატონო. მოკლედ აი ხარ რაღაცნაირად შევეხოთ იმ ნაწილს, ეს აქტიურად სქესობრივი განათლების დანერგვა ზოგადად რას მოგცემს, რა შედეგების მომტანია და რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? აი პირველი ის რომ ბავშვები და ყველაზე მნიშვნელოვანი შეგვიძლია დავიცვათ ძალადობისგან, ხო? რადგან როგორც ვთქვით, ძალიან ბევრი ბავშვი და ოღონდ აქ ნახეთ მე საუბრობ ბავშვებზე, მოზარდებზე არა, ხო? ანუ მოკლედ ის ადრეულ ასაკის ბავშვებზე საუბრობ, არიან ძალადობის მსხვერპლი, ამრიგად თან ნახეთ კიდევ მნიშვნელოვანი, ხშირად თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მეგობრებო, სამწუხაროდ ძალადობის მოძალადეები არიან უმეტესწილად ოჯახის წევრები, ან კიდე ოჯახთან დაახლოებული პირები. ამრიგად მნიშვნელოვანია რომ აი ზუსტად რა ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ ნაწილს და ბავშვს ვასწავლოთ თავიდანვე ეს ხო აი თავდაცვა და ის რომ შეუძლია ეხლა შეიძლება მშობელს რომელიც გვისმენს გაუჩნდეს კითხვა რას ნიშნავს რომ მოძალადეებიან ოჯახის ახლობლები იმიტომ რომ ეს ჩვენ ძირითადად ოჯახის ახლობლებს მეგობრებს ვეძახით იმათ ვინც ვენდობი ხო აი ესა შეიძლება წინააღმდეგობაში ფიქრებში რატომ ამბობთ რომ აი ასეთ შემთხვევაში ბავშვებზე განსაკუთრებით სექსუალურად მოძალადეები არიან ძირითადად ოჯახისგან ნდობით აღჭურვილი პირები რა ფენომენია ეს ასე რომ კი, ნახეთ, იმიტომ რომ ის პირები, რომლებიც არიან მოძალადეები და არიან ოჯახთან დაახლოებული პირები, ან კიდე ოჯახის წევრები, ადვილად სწავლობენ ზოგადად ბავშვს მის უნარებს, დამოკიდებულებას და მათთვის ბევრად მარტივია, ხო, რომ პირობითად ესე მსხვერპლად აირჩიონ
ბავშვი, ან კიდე მოზარდი, ვთქვათ, რომელმაც არ იცის პირობითად რაღაცის თავდაცვა და რომელმაც არ იცის რეალურად რას უპირებს, ან კიდე რას აკეთებს ეს ზრდასრული ადამიანი. თორე სხვა შემთხვევაში ნახეთ, ქუჩიდან მოსული პირობითად ხო, ანუ სახლში ვერ აღმოჩნდება და რეალურად ეს უფრო რთულია, მაგრამ ის რომ ვთქვათ, ვიღაც არის ოჯახთან დაახლოებული პირი და მარტივად შეუძლია რომ იძალებოს ბავშვზე, ეს ბევრად მოკეთ მარტივია მათთვის, ესე რომ ვთქვათ, ხო, რომ სხერპლი შეარჩიონ ვთქვათ, კარგად შეისწავლონ ფაქტობრივად ბავშვი და მისი, ასე ვთქვათ, შესწავლის საფუძველზე მე შესაბამისად, ანუ თუ ბავშვი შესწავლილი არ აყავს, ძირითადად იშვიათია ესეთი შემთხვევები ხოლმე, კი, ხო? ოკეი, და ნახეთ, ისო ამას წინათ ვკითხულობდი ერთ-ერთ ჩატში, რამაც შემაძრწონა გარდაკვლევებს, რომ თავი დავანებოთ, ერთი დედა წერდა, რომ ბავშვს უტოებდი ბაბუს და როცა ვფუნდებოდი, ბავშვი მისარებდა, რომ იცი, მე დღეს შემეხო, აი, ეს ძალიან მძიმეა მესმის, მაგრამ ეს რეალობა არის, მეხებოდა ბაბუაო, აი, ოღონდ იქ რა თქმა უნდა, ბავშვმა ვერ აღწერა ის ზუსტად ის სცენა, მაგრამ მშობელმა მიხვდა, რომ რაღაც საქმე იყო ცუდად და რაღაც როგორ ჩანსო ეს ადამიანი ჩემ შვილზე ძალადობდაო, რა გავაკეთო, არა და მე ვენდებოდი, გავდიოდი სამსახურში და რომ ვუნდებოდი ბავშვი მისარებდა, რომ რაღაც არ მოწონდა, რომ ეს ადამიანი ეხებოდა მას, ხო? ეს ეგ ნახეთ რა ხდება. ვთქვათ, მშობელი უტოვებს ბავშვს ვიღაცას, ოჯახის წევრს ან კიდე მეგობარს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დასხეული და არ ვიცით, რომ ეს ადამიანი პირობითად ჩემ ბავშვთან როგორ მოიქცევა. ამიტომ ნახეთ, ჩვენ ხო არ ვართ დაცული, ხო, ზოგადად ჩვენი ბავშვები სად აღმოჩნდებიან, როგორ აღმოჩნდებიან და მესმის მოდი ხარ შევაშინოთ ადამიანები, რომ აბა როგორ არავის არ ვენდოთ, არა ვენდოთ, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ თავარი ბერკეტი აქვს, რომ ბავშვი იყოს დაცული, ვასწავლოთ ეს პირადი სივრცე, როგორ დაიცვას საკუთარი თავი და საზღვრები, ვფიქრობ, რომ თავიდან აგვარიდებს ამ ყველაფერს. იცით, ნახეთ, თუ ბავშვმა იცის თავიდანვე, რომ პირობითად ეს კერძო ადგილები და არავინ არ უნდა შეეხოს, მერწუნე, თუ ამას ბავშვი მტკიცედ დააფიქსებს, როდესაც მოძალადე ეხება, ნაკლებად ხდება გაგრძელება, ხო? ვთქვათ, ნახეთ ამისი, რომ აი, მოძალადემ გააგრძელოს, ვთქვათ, ამ ბავშვთან რაღაც შეხებები და ასე შემდეგ. ამრიგად ვფიქრობ პრევენციისთვის და ასევე ეს ძალიან კარგი ის იქნება, ხო, ბერკეტი, რომ ბავშვმა რომ იცის თავიდანვე, ვთქვათ, არას თქმა, ის რომ არ შემეხო, არ მინდა ოღონდ მტკიცედ, შესაბამისად, ამას თავიდან ვიცილეთ, ხო? მეტწილად. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ. ასევე, როდესაც აი ამ სქესობრივ განათლებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და აქტიურად ვისაუბრებთ, ჩვენ ასე ნაკლებად იქნება რაღაც საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, რაღაც ეს ტაბუ, სტიგმები, რომელიც თითქოს მოგვიწოდებს, რომ ამაზე საუბარი სირცხვილია, რომელიც თითქოს მოგვიწოდებს, რომ ამ თემებზე საუბარი ბავშვებს გარყვნეს და ასე შემდეგ. არა. ამით ნახეთ, ცნობიერება ამაღლდება, რა თქმა უნდა, ასევე ბავშვები და მოსახლეები ისწავლიან ინფორმაცია, როგორ მოიძიონ, კი შეეცდებიან მოიძიონ პირობითად არასანდო საიტიდან, ისინი პირდაპირ მიმართავენ მშობლებს, რაც ყველაზე სწორი გზა არის, რომ ბავშვებმა რაღაც ეს დეზინფორმაციული რაღაცები ხო არ მიიღონ. და თუ პირობითად ბავშვი დასმულ კითხვებს მშობელი აიგნორებს, ხო, ეუბნება რომ ჯერ პატარა ხარ, სირცხვილია და ასე შემდეგ, მე პირდაპირ ვლოკავ, ნახეთ, რაღაც კედელს მართავ ჩემსა და ბავშვს, შემდგომ ეს ბავშვი მაინც მოიძიებს რომელიმე წყაროდან ინფორმაციას, რადგან როდესაც ბავშვს ცნობის მოყარეობა უჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს რა თემა არის და მე როგორც მშობელი მას არ ვხვდები მომზადებული და არ ვპასუხობ, მე დავუკარგე უკვე ნდობა და რაღაცა ის ხიდი, ხო, რომელიც ჩემსა და ბავშვს უნდა ყოფილიყო. ამრიგად ჩემი ადეკვატური პასუხი და რეაქცია მთლიანად განაპირობებს შემდგომში ბავშვის, ნახეთ, აი მის თავდაჯერებულობას, მთლიანად მის განვითარებას, მისი თავდაცვის ბერკეტს და ასე შემდეგ. მე შესაძლებელია არ ვიცოდე იმ მომენტში, თქვა, ზუსტად ხო, როგორ უპასუხო ბავშვი, შეიძლება 5 წლის ბავშვი ეკითხებოდეს დედას, მე როგორ გავჩნდი მუცელში, ხო, ან კიდე ჩემს ორგანოს რა ქვია და კიდე ნახეთ ამ ასაკში, ვისაც ამისი პრაქტიკა აქვს, ალბათ გაიხსენებენ, ეკითხებიან დედებს, რომ მაჩვენე შენი სასქესო ორგანო, ხო? ამ სახელით არა, მაგრამ მაჩვენეო, აინტერესად, რატომ? იმიტომ რომ უკვე აქ იდენტობის ეს ეტაპია, ხო, განვითარების და აქ ბავშვებს აქვთ კითხვები ამაზე, რომ ჩემი ორგანო ასეთია, პირობითად მე განსხვავებული სასქესო ორგანო მაქვს, თქვა ბიჭები აღნიშნავენ და აბა გოგონას როგორი აქვს, ხო? ამრიგად ეს მოგეთ კითხვები არის აქტიური. ეს არის განვითარების ეტაპი, ამას ვერ გადავახტებით და თუ თქვენი ბავშვების თავის კითხვებს არ სწრომენ, ესე იგი ნახეთ გამოდის, რომ ან ერთი ის რომ პირობითად
არ აქვთ თქვენთან ისე თქვათ ნდობა და რაღაც მიჩაჭულობა და რაღაც ის ემოციური პოზიტიური ბმა, რომ გაბედონ და გკითხონ, ან კიდევ თქვათ შესაძლებელია ის, რომ რაღაცნაირად მისი ეს გარემოსადაც იზრდება, ან კიდევ ზოგადად აღზრდის სტილი არასდროს ბავშვს ამის საშუალებას. და მეორე მომენტი, ნახეთ, თქვათ თუ პირობითად ყველაფერი რიგზე და მშობელი მაინც არის სანდო დახჭურული ბავშვის მიმართ და მის კითხვებს პასუხობს, მაგრამ ბავშვი არ ინტერესდება მაინც მსგავს თემებით, მაშინ აქ მშობელმა აქტიურად უნდა მიმართოს ბუნებრივი სწავლების მეთოდებს, სტრატეგიებს და მაგალითად, როდესაც ბავშვს აბანაებს, იქ გაუხმოვანოს და ნახეთ ბუნებრივად, ხო, ნახე უთხრას, რომ აი ხა თქვა ვიხები შენს მკერდს, ახლა ვიხები შენს ფეხს და ასე შემდეგ. ანუ იქ მოხდეს უკვე აი ამ სხეულის ნაწილების გახმოვანება და მნიშვნელობის მინიჭება და თქვა იქ ვაუხსნას, რომ იცი იქაც ნახეთ სიფრთხილით მოიგდოს მშობელი ამ ნაწილს. მოდი შენ ახლა თუ გინდა შენით გასუფთავდი, მის შემდეგ მე დაგეხმარები. მოგეთ აი იქაც აქაც რა თქმა უნდა ასაკს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როცა მშობელიც აბანაებს, იქაც ფრთხილად უნდა იყოს მშობელი, რომ ისეთი შეხებები არ გააკეთოს ასკეს ორგანოებზე, ან კიდე დაანახოს ბავშვს, რომ პატივს სცემს მის სამ კერძო ადგილებს, ხო? და ისე ეპყრობა. ასევე აქვე უნდა აუხსნოს მშობელმა, რომ პირობითად თუ აუჩნდება კითხვა როგორ გაუჩნდე მაგალითად ხო თუ დაინახავს ორ-ორ ქალს ქუჩაში შეუძლია აუხსნას ნახე შენ ასე იყავი მუცლოს და შემდეგ დაიბადე იცი ისე ცხადვემე გატარებ და შემდეგ გაჩნდი თუ მე კითხვა გაუჩნდება მაგალითად მე როგორ გავუჩნდი ხო აქაც შეგვიძლია მივაწოდოთ სრულად ინფორმაცია ისე განატომებ დონეზე ხო აი სპეციალურად ესეთი ნაწილი აქვს და საიდანაც ბავშვები დადებიან და აქაც ილუსტრაციების დახმარებით შეგვიძლია ინფორმაციის მიწოდება მოკლედ ბავშვი სვამს კითხვას პასუხობ და თუ იმის კითხვა აღარ მოდის, მაშინვე უჩერდებ. ესე იგი საკმარისია ამ ეტაპისთვის ის ინფორმაცია, რაც ბავშვს მივაწოდე და თუ ბავშვი მეძიება, ხო, უფრო მეტად უნდა კიდე კითხები მოდის, მეც პასუხობ სულგად, ხო? რადგან მოგეთ მივყვები ბავშვს ეტაპობრივად, ხო? იმის მიხედვით, რა კითხვებიც უჩნდება და მე ვპასუხობ. და კიდევ ნახეთ ეს მეთოდი და მემატებინა თუ მოკეთ არ მაქვს მე პასუხები ეს სრულიად ნორმალურია მეგობრებო შეგვიძლია უთხრათ ბავშვს იცი ძალიან საინტერესო კითხვა არის მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს მოდი მოვიძევ და საღამოს შეგვიძლია ერთად განვიხილოთ ეს არის ძალიან სწორი და ადეკვატური რეაქცია მშობლის მხრიდან ხო თითქოს ხოლმე მშობლებს ეუხერხულებათ თქვან რომ არ ვიცი პირიქით ეს არის ძალიან კარგი პირიქით მაგალითი ბავშვიც რომ ესე იგი ჩვენ შეიძლება რაღაც არ ვიცოდეთ ეს ნორმალურია ხო მაგრამ არსებობს წყაროები საიდანაც მოვიძებთ ამ ინფორმაციას და შემდეგ გავაზიარებთ ან სულაც მოდი ერთად მოვიძიოთ ეს შეიძლება შესთავაზოს მშობელმა ბავშვს ხო ან თუნდაც მანამდე გაიაროს სპეციალისტთან კონსულტაცია რომ სწორად მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია რომელიც მას აინტერესებს ასევე, როდესაც ჩვენ ადრეული ასაკიდან ყურადღებას ვამახვილებთ პირადი სივრცის განათლებაზე, აქვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს რას გამოიწვევს შემდგომში. ხო, ნახეთ, ესე იგი ბავშვი სწავლობს თავდაცვას, ბავშვი არის ინფორმირებული ჯანსაღი ინფორმაციით, ბავშვი არის თავდაჯერებული და ბავშვმა იცის საკუთარ სხეულზე კონტროლი. ხო, იცის რომ თავისი სხეული ეკუთვნის მხოლოდ მას და მას შეუძლია განსაზღვროს ვინ შეიძლება შეხვდეს და ვინ არა. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვე ვასწავლეთ ბავშვს რომ შეიძლება კერძო ადგილებზე შეეხოს ექიმმა ოღონდ ესეც კურნალობის მიზნით, ხო? ან ესე გასინჯვის დიაგნოზის დასმის მიზნით. და რა თქმა უნდა, აქვე მშობელის თან არის. ეს უნდა იცოდეს, რომ ექიმთან ის დასაშვებია, რომ ექიმმა თუ პირობითად რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ბავშვს, ამას უხსნით აუცილებლად, ხო? და ასევე პირობითად მშობელმა შეიძლება შეეხოს ბანაობის დროს, ან კიდე პირადი ჰიგიენის დაცვის მიზნით. ეს ადრეულ ასაკში თქვა, შემდეგ როცა ბავშვი უკვე წარმოიზრდება, შეგვიძლია თავად მიცოთ უკვე იმისი საშუალება, რომ დამოუკიდებლად გასუფთავდეს, დაიცვას პირადი ჰიგიენა და ასე შემდეგ. მოკლედ აი მნიშვნელოვანი ელემენტების შეტანა აი აღზრდის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და იმ სწორედ ეს წიგნი მშობლებს დაიხმარება იმაში, რომ ბავშვთან წამოსულ კითხვებს უპასუხონ სწორად, ადეკვატურად, ბავშვებს აუხსნან, რა განსხვავება არის გოგოსა და ბიჭის შორის, რომელია სხეულის კერძო ადგილები და როგორ შეიძლება დაიცვან ბავშვებმა კერძო ადგილები, ასევე ჩახუტება და კოცნა როგორ შეიძლება, ვინ შეიძლება კიდე ტუჩებში კოცნაზე არის ყურადღება გამახვილებული აქ, რომ ტუჩებში კოცნა არ შეიძლება და ესეც მის ისეთი კერძო ადგილია და უნდა გაუფრთხილდნენ, ასევე არას თქმა, ხო, არას თქმა და არას მიღება. როგორ უნდა უთხრან არა, ესე ხელით, აი არა არ მინდა თუ ვიღაც ეხება კერძო ადგილებზე. და ასევე წიგნში მოცემული არის ესე პრაქტიკული ბოლო გვერდზე სავარჯიშო, სადაც ხატია გოგოს და ბიჭის სილუეტი და იქ არის აღნიშნული ეს სხეულის კერძო ადგილები და ბავშვმა უნდა ჩახატოს ეს X-ი, ესე წითელი X-ი, რომ ესე იგი ეს ჩემი კერძო ადგილები და არ შეუძლია ვინმეს შეეხოს, ხო? რაღაც ესეთი აქტივობისავით შეგიძლიათ შემდეგ გააკეთოთ. მოკლედ ესე რა ვთქვათ, დაახლოებით მე მგონი კი ამოვწურე, შევეცადე მაგალითად. იქ ესეთი კითხვა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენს რეალობაში მაინც არის ეს საკითხი დამოდადებული ხშირად მშობელს მართლა არ აქვს ინფორმაცია ხო ან არ
იცის, რომელი სიტყვებით, რომელი ტერმინებით ესაუბროს და მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია და შესაბამისად თავს იკავებს ხოლმე ამ თემაზე საუბრისგან. თუმცა ბავშვს მაინც აქვს კითხვები და ხშირად არის ხოლმე შეიძლება ბაღის მასწავლებელს ან სკოლაში რომელიმე მასწავლებელს ან სპეციალისტს კითხოს, ხო? ასეთ შემთხვევაში რა რეკომენდაციას მისცემდით ბაღის ან სკოლის მასწავლებლებს განსაკუთრებით აი დაწყებით საფეხურზე მოსწავლებს მჭიდრო კავშირი აქვს თავის დამრიგებელთან, ხო? აი ასეთ შემთხვევაში როგორია რეკომენდაცია, როცა ან ვთქვათ მასწავლებელი ხარ, არ ხარ მშობელი და გარკვეული, ასე ვთქვათ, პროფესიული ჩარჩო გაქვს. დღევანდელ ღირებულობაში რა უნდა გაითვალისწინოს აღმზრდელმა ან დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა? სოფო ძალიან კარგი კითხვა, მადლობა და სხვათა შორის საქართველოში არ მინახავ გავსი პრაქტიკა, მაგრამ რომ თვალს ვადევნებ უცხოურ წყაროებს და აი ხო, აი ძალიან ხშირად განსაკუთრებით თვალს როცა ვადევნებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, ძალიან კარგად და საოცრად აქვთ ეს პრაქტიკა, რომ აი აღზრდელები როგორ უხსნიან ბავშვებს პირადი სივრცის განათლებას. ესეც სპეციალური რაღაც ის აქვთ სილუეტები რაღაც დამზადებული ხო ქაღალდებისგან და იქ ბავშვებს ესაუბრებიან, რომელია კერძო ადგილები, შემდეგ გამოყავთ თითოეული ბავშვი და თქვათ ეს ბავშვები აღნიშნავენ, თქვათ აქ რაღაც X აკრავენ, ან კიდე ახატავენ, ხო, ეს მკერდის ნაწილია და არავინ არ უნდა შეგვეხოს, თქვათ ეს შემდეგ პირობითად ქვემოთ სასქეს ორგანოები, უკან კიდე საჯდომი, ამრიგად, აი ამ პრაქტიკით და მე ხა ყველა აღზრდას ვურჩევ და სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი ესეთი ინიციატივა არის, რომ ბაღების დონეზე ესეთი მცირე მასტერკლასები გავაკეთო, რა თქმა უნდა, ბაღები თუ გამოიჩენენ ინიციატივას, რომ ესე იქ ადგილზე მისვლით ბავშვებს რაღაც პატარა მასტერკლასები ესე ჩაუტაროთ, რა თქმა უნდა ესე ახსნით, რომ აი პირადი სივრცე რას ნიშნავს, ვის შეუძლია შეეხოს, ვის შეუძლია არ შეეხოს. მე ვფიქრობ, რომ აი მათი გაძლიერება, აი ამ სპეციალისტების და თქვათ შესაბამისი სპეციალისტების დახმარება, რომ როგორ შეიძლება მივაწოდოთ, როგორ შეიძლება აუხსნათ, ამაზე კარგს და ძვირფას მე მგონია ვერაფერს ვერ გავაკეთებ ჩვენი პატარებისთვის, ხო? იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ადრეული ასაკიდან იწყება აი ამ ეს ცნობიერების ამაღლება და ის რომ ბავშვმა ისწავლოს თავდაცვა. როდესაც ამას ვასწავლეთ, მე ვფიქრობ, რომ სხვა მხრივ ძალიან გაუმარტივდებათ ბავშვებს სკოლის სივრცეში, კიდე სხვა სივრცეებში ის რომ იცოდნენ, აი მშვიდები, ლაღები, თავდაჯერებულები გჭირდება ესეთ ბავშვები, პირდაპირ არის ეს კავშირში, პირდაპირ მასში, პირადი სივრცის განათლებასთან. ამრიგად სპეციალისტებმა ვფიქრობ, რომ ესე შესაბამისი ინფორმაცია მოიძიენ, გაიარონ კონსულტაცია და დაგეგმონ აქტივობებით მასტერკლასები, რომელიც დაეხმარება აღზრდელს, რომ ბავშვებთან ეს ინფორმაციები მიიტანონ, ხო, მსუბუქად და სწორად. ანუ რაც პროგრამაში სადაც არის სხეულის ნაწილების სწავლება, ხო, განსაკუთრებით არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე თუ ვისაუბრებ და აი ამაზეც აქტიურად არ გადავახდეთ სოფო რა, ხო, აი ნაწილებს არ გადავახდეთ და თქვა აღნიშნათ რა არ არის. ნაკლებად ხდება ხოლმე, ხო, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც შემიძლია ვისაუბრო, უფრო სკოლაში ხდება ხოლმე აი ამ ვთქვათ მიმართულებით გადახტომები, ხო, განსაკუთრებით როდესაც ბიოლოგიის კლასში მოდის ანატომიის, ასე ვთქვათ, ნაწილი, ხო? კი ბატონო. და თიკო ბოლო კითხვა რაც მე მაინტერესებს ეს არის ანუ მშობლების შეთანხმებულობა, ხო? ხშირად არის ხოლმე რომ ასე ვთქვათ ერთ მშობელს აქვს ძალიან ასე ვთქვათ მოძიებული ინფორმაცია, თუმცა მეორე მშობელს არ აქვს, ან ცოდნის ნაკლებობა აქვს და ასე შემდეგ, შეთანხმებულობა ხდება და რა რეკომენდაციას მისცემდით ისეთ ოჯახებს, სადაც მაგალითად ერთი მშობელი არ ვაკონკრეტებ, ხო, არ აქვს მნიშვნელობა ხა ეს დედაითმობა. კი ბატონო. ასე ვთქვათ, ერთ სწორად იმაშობა, მაგრამ მეორე მხრივ სხვა ტიპის განმტკიცება მიდის, ხო? ეს ანუ ასე ვთქვათ, ერთის მხრივ სწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება, მეორეს მხრივ ისე აი ამ პასპორტით მოიხსენებენ და ასე შემდეგ. აი ასეთ დროს აი რა არის პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც მუშაობს? გავაძლიეროთ ბავშვთან სწორი მიმართულებით მუშაობა, თუ არის კიდევ რამე, რაც ანუ სწორ გავლენას მოახდენს ბავშვზე, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვი იხლიჩება, ხო? აი თითქოს ერთ-ერთს მეუბნება, მეორე მეორეს მეუბნება, ან ერთს მეუბნება, მაგრამ ქცევაში სხვა რაღაცას ხედავ, ხო? იმიტომ მაგალითად ბიჭებში და ასე ვთქვათ, მეგობრებში მამაკაცები რომ მოდიან აბა პასპორტი მაჩვენე და ნუ ეს მაგალითად პირობითად ვამბობ, აი რა ხდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ბავშვს ეუბნებიან ერთს და რეალურად ქცევაში ხდება მეორე.
კი. სოფო, ახლა გააჟღერეთ ერის ტკივილი, იმიტომ რომ მე როგორც აღვნიშნე, აი ეს ხშირი კონსულტაციები მაჩვენებს რა, ანუ საერთო აზრის წესი გააჟღერეთ სოფო თქვენ, ხო, რაც ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ და სხვადასხვა მეც ვფიქრობ, იცით, რომ აი ვიპოვო რაღაც ის ოქროს შუალედი, რომლითაც შევძლებ, აი ჯერ კიდევ მართლა კვლევის და ძიების პროცესში ვარ, ძალიან გულწრფელი ვიქნები, იმიტომ რომ უმრავლესად მშობლების ნაწილი, რომლებიც მოდიან ჩემთან, აქვთ ანუ სხვადასხვა აღზრდის სტილი და იცით რა ვქნა, მე ასე, მაგრამ მეუღლე ასე აკეთებს, მეუღლე ასე, მაგრამ მე ასე. ესე იგი, ნახეთ, მე რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი ბავშვთან არ იმექნება. მოდი ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, ამიტომ მე ვურჩევ. მოდი ჯერ თქვენ, მშობლებმა, რავი, თუ საჭირო იქნება, ცალკე სპეციალისტთან შეხვედრა გამართეთ, იმიტომ ნახეთ, სპეციალისტს უფრო ენდობიან, იცით, რომ აი სპეციალისტი ანახებს ზუსტად რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ აღზრდის პროცესში. ამრიგად, ალბათ ამას ურჩევდი ამ ეტაპისთვის, რასაც მე ვიყენებ ხოლმე, რომ რაღაცნაირად მივიდნენ მშობლების სპეციალისტთან, რომელიც დაანახებს აი ამ მშობლებს რა შედეგებს გვაძლევს და მოგცემს ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცით და მე მგონი ეს განხილვაც კი არ ღირს ეს განხილვოთ, რომ საერთო აღზრდის წესი არ გვაქვს, შესაბამისად ჩავთვალოთ, რომ არანაირი შედეგი არ გვექნება, პირიქით ბავშვს ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ. ხო ეს არასწორი სტანდარტებით, რომელიც ოჯახში არის და ძალიან ხშირად ასე ხდება სამწუხაროდ. ამრიგად შევეცადოთ მაქსიმალურად, თუ კი საერთო აღზრდის წესები არ გვაქვს ოჯახში, მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც სწორად დაგვანახებს ამის საჭიროებას. აი ეს შემიძლია ამ ეტაპისთვის ურჩიო მშობლებს. ბეტონ, ნამდვილად სწორი რჩევა, სისტემური და თანმიმდევრული აღზრდის სტილის შემუშავება და შესაბამისად იმის გათვალისწინება, თუ ერთად შეთანხმება ჯერ ცალკე, რომ რაზე როგორ რეაგირებთ, მე იმისი განხორციელება ხო გადაგა. განხორციელება კი. იყო ძალიან საინტერესო თემაა და დარწმუნებულად ჩვენ მსმენელებს აი იქნებათ ესეთი შეკითხვა, სად ვიპოვოთ ეს წიგნი? წიგნი შეუძლიათ პირად შეტყობინებაში დამეკავშირდეთ. წიგნის ტირაჟი ძალიან მცირეა დარჩენილი, მაგრამ თუ ვთქვათ იქნება ესეთი სურვილი, შემდეგ დაიბეჭდება ისე რა თქმა უნდა. ამრიგად დამეკავშირდეთ პირად შეტყობინებაში და მივაწოდეთ დეტალურ ინფორმაციას შეძენასთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა. ფაქტობრივად გავაჟღერეთ თითქმის ყველა შეკითხვა ისეთი შეკითხვა, რომელიც შეიძლებოდა რომ საჯარო სივრცეში კონფიდენციალობის დაცვით გამეჟღერებინა, კითხვები შემოგვდიოდა პირად შეტყობინებაში და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ შეკითხვის ავტორს და იმედი მაქვს რომ დანარჩენი მსმენელებისთვისაც საინტერესო იყო და რაც თავარია, იმედი მაქვს, რომ თუნდაც ერთი მსმენელი თუ წაიღებს მნიშვნელოვანი ინფორმაციას და განახორციელებს პრაქტიკაში და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ფაქტობრივად დაიცავს თუნდაც ერთ ბავშვს საქართველოში, ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი ეს კაც შედგა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე მუშაობისთვის კიდევ ერთხელ და მშობლებისთვის გასაგებენაზე, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მშობლებს არ გვაქვს არც მოგვითხოვება, რომ კონდეს სპეციალისტის განათლება, თუნდაც ის მრავალგანათლება, რასაც ეს თემა მოითხოვს, რომ გქონდეს, ხო? და მნიშვნელოვანია მშობლის გაძლიერება. ამ შემთხვევაში პირველ პირშიც ვისაუბრებ ჩვენი გაძლიერება იმ კუთხით, რომ უკეთ დავიცვათ და უკეთ ვიზრუნოთ ჩვენი შვილებზე და ყოველდღიურობაში ის რაც გონია რომ ნორმაა, ხო, ჩვენი სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე, აი ამ ნორმებს, ხო, დადგენილ ნორმებს, რაც რეალურად მითებია და არასწორი წარმოდგენებია და დოგმებია გადმოცემული წინა თაობებიდან, არ მიცეთ საშუალება, რომ ჩვენი შვილების დღევანდელი უსაფრთხოება და ხვალინდელი მომავალი გადაწყვიტოს, ხო? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, ვინც იყო ჩვენთან ერთად. აღნიშნული ლაივი იწერებოდა და განთავსდება მშობლისკირის ვიდეოთეკაში და შეგიძლიათ გაუზიაროთ მათ, ვისაც სჭირდებათ, ან ხელახლა მოისმინოთ, როდესაც ეს დაგჭირდებათ, ხო? ძალიან დიდი მადლობა და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ სოფო და მადლობა თქვენს მაყურებელს.